1918 წლის 26 მაისი დღე, როცა საქართველოს პირველმა მთავრობამ დაკარგული დამოუკიდებლობა აღიდგინა. 97 წლის წინ კვირას თბილისის გოლოვინის პროსპექტზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ეროვნული საბჭოს ხდომას ათასობით ადამიანი ელოდებოდა. 5 საათსა და 10 წუთზე ნოე ჟორდანიას ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა. 5 პუნქტიან ისტორიულ ფურცელს, რომელიც შემდეგ საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ფუძემდებელი დოკუმენტი გახდა, პირველად ხელი ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სხვა ქართველმა მოღვაწეებმა მოაწერეს. ამ აქტით ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დამოუკიდებლობის აქტის პირველ ვერსიას, რომელიც დამფუძნებელთა კრებამ დაიწუნა, ილია ჭავჭავაძის გუნდის წევრები, მიხაკო წერეთელი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვა საზოგადო მოღვაწეებიც აწერდნენ ხელს. საქართველოს დამოუკიდებლობის ამსახველ პირველ დაწუნებულ საბუთს მეორე, უფრო მარტივი, 5 პუნქტიანი ვერსია მოჰყვა. ჟორდანია მიუხედავად თავის პარტიული რწმენისა, სოციალ-დემოკრატიის ბუნებრივი საქართველოს დამოუკიდებლობის მისაღებად არასოდეს გონიათ, ამჯერად დარწმუნდა, რომ ეს ვითარება იყო ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ოსმალეთის მოსალოდნელი აგრესიისაგან. და აი სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ გამოაცხადებინათ დამოუკიდებლობა. ეს სამზად ის ეროვნულ საბჭოში აქ თბილისში მანამდეც დაწყებული იყო, მიდიოდა, მაგრამ ახლა უფრო კონკრეტული ნაბიჯები იყო გადასადგმელი და მომზადდა დამოუკიდებლობის აქტი. ბოლო დროს აღმოჩენილმა დოკუმენტებმა კიდე ერთი, ასე ვთქვათ, ნიუანსი შეიტანა ამ გარემოებაში. ნიკო ნიკოლაძე არის აქტიურად ჩართული დამოუკიდებლობის აქტის მომზადებაში. ეს ოთახი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში სწორედ ის ადგილია, სადაც ნოე ჟორდანიამ დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხა. დოკუმენტით ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა ოფიციალურად გამოცხადდა. ეს დიპლომატიური წიაღისეულები ქართულ პოლიტიკურ ელიტას მართლა წარმატებით გამოუვიდა, ეს მათი ძალიან სერიოზული მუშაობის შედეგი იყო, მათი დამსახურება იყო და ამიტომაც 1918 წლის 23 მაისის წერილი, რომელთაც 22 მაისის წერილი, რომელთაც ააგე ჩხენკელი საქართველოს ეროვნულ საბჭოს ატყობინებდა, რომ აუცილებელია დამოუკიდებლობის გამოცხადება, რომ სახელმწიფო ვის დაუარსებია, ურისკოთ საჭიროა აი ამ გადამწყვეტ მომენტში ძალიან დიდი რისკის გაწევა. სხვა გამოსავალი არ გვრჩება. ფაქტობრივად საქართველოს იმ მომენტში იდგა ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე. ერთ საუკუნეზე მეტხანს რუსეთის კოლონიაში მცხოვრები ქართული საზოგადოება ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას დიდი სიხარულით შეხვდა. ამიერკავკასიის სეიმის ლიკვიდაციის შემდეგ მოპოვებული თავისუფლება ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლების ლოგიკურ დასასრულად იქცა. ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც მთელი 17 წლის მანძილზე შეუჩერებლად მიმდინარეობდა, აი სწორედ ის ასაზრდოებდა იმას, რომ საზოგადოება მეტნაკლებად ამისთვის მზად იყო და მოითხოვდა, სურდა, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი. ამიტომ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებელი გახდა, ცხადია, ამას ყველა შეხვდა ძალიან დიდი სიხარულით. აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე 10 წლის იყო, როცა 1918 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის მოვლენების შესახებ პირველად მამამ უამბო. იხსენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მაშინ უკვე დაკარგული ჰქონდა, თუმცა მის ოჯახში 26 მაისს საქართველოს ჰიმნს ჩუმად მღეროდნენ. გავიდნენ სანთლები აანთეს, ვიღაცის სადღეგრძელო დალიეს რაღაცის და ძალიან დაგუდულად ჩუმად რაღაცა იმღერეს. შემდეგ, როდესაც ისინი წავიდნენ, მე მამას ვკითხე, ვისი სადღეგრძელო დალიათ და რა იმღერეთ მეტი. მაშინ მამა მითხრა, რა იყო ეს 26 მაისი, რომელიც იყო ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების დღე, როდესაც საქართველოს მოიპოვა დამოუკიდებლობა რუსეთის იმპერიის დაცემის შემდეგ და რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ არასრულ 3 წელს საქართველოს ისტორიაში. საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობამ 3 წელსაც ვერ გასტანა. საერთაშორისო მდგომარეობა მალევე შეიცვალა. 1921 წლის თებერვალში რუსეთმა თბილისში მე-11 არმია შემოიყვანა. საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა გახდა და ცოტა ხნით მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას.